Beჭდავია თავად ფაქტი. საქართველოს რამდენიმე პატრიოტმა საბუნია ვარცაგავამ, როსტო ზარანდიამ და სხვებმა ანაკლიასთან ახლო მდებარე მინდორზე 380 მეტრი წარმოიდგინეთ რამხელა სიგრძის გეოგლიფი თურმე ნიშნავს გამოსახულებას მიწაზე გეოგლიფი დაამზადეს და მასზე წარწერა მეგობარი აქტ გამოსახეს დაიტანეს და მე გეტყვით რას ადასტურებს ეს არტ-აქტი რას და იმას რომ ქართული საზოგადოება დიდად ელის კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ მომზადებული და ქვედა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული კანონის მიღებას ზედა პალატის მიერ და უკვე შემდგომ მის ხელმოწერას მსხვილი კალამი უჭირავს ხოლმე პრეზიდენტ ტრამპს ფლომასტერის მსგავსი პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან თუ მიერ მეგობარი აქტის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ რომ ასეთი მასშტაბური ყოფილიყო გეოგლიფიო ამბობს როსტო ზარანდია აკითხავთ ერთ-ერთი ავტორი ამ პროექტის აქტივისტი და არტისტი ზუგდიდიდან ერთ-ერთი კლავ ვიმეორებ ვინც ეს მასშტაბური აბარა არის 380 მეტრის გეოგლიფს რო გააკეთებ ხო ბუნებრივია მასშტაბური პროექტია წარწერისა მასშტაბური წარწერისა რომელიც რამდენადაც ხვდები ვერც წაიშლება ახლო მომავალში მალე ანუ იქნება და ერთსაც ვიტყვი და ადასტურებს პირველ ყოვლისა იმას რომ საქართველო ოღონდ ივანიშვილის საქართველო გრუზია კი არა არამედ ნამდვილი საქართველო უფრთხილდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ასე უნდა თქვა ისიგრძე განებს ამ ქვეყნის შეერთებული შტატების როლს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში დაცვის პროცესში ელის შეერთებულ შტატებს ამ ჩვენს ქვეყანაში და ხვდება რომ ამერიკოდან ამერიკის გარეშე დასავლეთოდ ანუ დასავლეთის გარეშე ჩვენს ქვეყანას არათუ გაქრობა ემუქრება არათუ გაქრობა მხოლოდ გაქრობა არათუ ემუქრება არამედ ნამდვილად გაქრება და რა გაქრობა ჩვენს სინამდვილეშიო იკითხავს ბევრი თქვენგანი რა და ბევრი რამ ბევრგვარობა ოდენ ტერიტორიად გარდაქმნა თუნდაც კონტურების შენარჩუნება დროშისა და ჰიმნისა მაგრამ მაინც ტერიტორიად დარჩენა ივანიშვილიზმის აქ გამარჯვება საქართველოს მისია ფუნქციის ამ გლობალურ კატაკლიზმებში ამ გლობალურ კონტექსტში ამოშანთვა არის გაქრობა დემოკრატიის სრული უგულებელყოფას გაქრობა და სრული დასრულება რასაკვირველი ამავე დემოკრატიისა უსაფრთხოების მოსპობა ამერიკის და დასავლეთის ჩანაცვლება ბოროტების ღერძებით რუსეთითა და ჩინეთით აგრეთვე ირანით რომელიც მოფერიანდება როცა იქნება ან ვერ მოფერიანდება მაგრამ საქართველოში კი იქნება შემოსული თუ ივანიშვილიზმა გაიმარჯვა რუსეთის უკანა ეზოდ ბოსტნად საბოლოოდ ქცევაც საქართველოს ბოსტნად აქცევს ხო აქცევს პრაქტიკულად წაართმევს დამოუკიდებლობას ანუ ჭამის შემდგომი პროცესები რასაც აპირებენ კოცები და აკეთებენ კიდეც და ისევ ჭამა ანუ თქმლეფა ბიუჯეტისა და არა მხოლოდ გამარჯობა ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა მე ირაკლი დაბლიაშვილი ვარ და ვიდრე ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდოდე ვიტყვი კიდევ 7-8-15 წინადადებას თუ სიტყვას პირველი ისაა რომ მეგობარი აქტი ისევ როგორც სხვა სასურველი გადაწყვეტილებები თუ ამერიკიდან თუ ბრიტანეთიდან და თუ კონტინენტური ევროპიდან რასაკვირველია ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ქვეყანაში ისევე როგორც უკრაინის და არა მხოლოდ სასურველი არამედ გარდაუვალი გამარჯვება მაგრამ უნდა ვიცოდეთ დაბეჯითებით ვერანაირი უკრაინის გამარჯვება ერთის მხრივ და მეორე მხრივ ვერანაირი რეგულაცია სანქციები დასავლეთიდან ვერ ჩაანაცვლებს ვიმეორებ ვერ ჩაანაცვლებს ჩვენ უშუალოდ ჩვენს გასაკეთებელს იმათზე ხომ არის მაგრამ ჩვენ და მხოლოდ ჩვენ უნდა ვშვათ ჩვენივე ყოობადი ჩვენ უნდა მივცეთ ყოობადი ხალხს ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი და უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ გამოვჩორპოთ ამ პროცესში აკითხავთ ამერიკა ძლიერ ევროპა ძლიერ შეგვეხიდება დაგვეხმარება მეგობარი აქტით დაგვეხმარება შეერთებული შტატები თუ სხვა აქტებით გადაწყვეტილებებით თუმცა ეს შეხიდება შეუდარებლად მძლავრი იქნება თუ ქართული საზოგადოება იქნება საქართველოსთვის აკი არის კიდეც ვადასტურებთ ჩვენ ამას ყოველდღიურად უმნიშვნელოვანესი
თეზა ეს დღეს და ახლა ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია და ისიც მნიშვნელოვანია რომ ქართული საზოგადოების პრეზენტატორი დღეს არის რუსთაველის გამზირი. დიახ, ქართულ საზოგადოებას, მათ შორის კოცებსაც, აი კოცების შვილების საზოგადოებას ასე ვიტყვით უგდებავთ, წარმოადგენს თუ პრეზენტირებას ახდენს იმ საზოგადოებისა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება. დიახ, არა ოცნება არის პრეზენტატორი ქართული საზოგადოებისა თავისი 99 ყაჩაღი დეპუტატით თუ 10-12 მინისტრით და მინისტრის მოადგილეებით და პოლიტიკური თანამდებობის პირებით და აგრეთვე გამправებელი ექსპერტ ჟურნალისტებით, არამედ უტეხი მოქალაქე, რომელიც ჯიუტად დადის რუსთაველზე და ბოლო დღეები არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ რუსთაველიდან სოლოლაკში, რუსთაველიდან თაცმინდაზე, რუსთაველიდან აღმაშენებელზე, წვრილ ქუჩაზე თუ ფართო ტროტუარზე და სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრე ახლა და ამით უშლის ნერვებს ასაშლელ ან უნერვოთ უგდებავთ ასე ვიტყვით ამ მნიშვნელობა აქვს უნერვო რო გონია იმ ივანიშვილს როდის დასრულდება ეს აქციები რა ვერ შეაგდეთ ეს მოქალაქეების სახლებშიო უთუოდ ამას ეკითხება ოლიგარქი რომელიმე საკუთარ პაჟს თავის პაჟი კობახიძე თავის ქვემო პაჟს და ასე ჩამოდიან რიგით პოლიციელამდე რომელთან გარკვეული ნაწილი მაინც უხერხულობას გრძნობს იმის გამო რომ პერიმეტრს იცავს და არა კრიმინალს დაძდებს რომელსაც აი ამ პოლიციელთან ნაწილს ხელში ამოსდის ეს დევნა პირბადიანი მოხუცისა თუ დროშიანი ახალგაზრდა ქალიცა რადგან ამ პოლიციის აკადემიაში რომ სწავლობდა ნამდვილ კრიმინალთან ბრძოლაზე ოცნებობდა რომელიმე ერთი მათგანი და არა აზა ჩილა ასე მაგალითად აზა ჩილა ჩავაზათვის ბურკილის დადებაზე ვიდრე თავად ივანიშვილი იკითხავდეს საკუთარ პაჟებს კობახიძე იქნება თუ პაპუაშვილი რატომ რით ვერ დასრულდა ეს მიტინგებიო მით უფრო თუ 50 აკაცუკია მათეული გაგებით პრობლემა 50 აკაცუკია და არა 500 თუ მეტი პატრიოტი მანამდე ის უყურებს გეტყვით ასე დახედავს ხოლმე საკუთარ ტელეფონი აქ არ ვიცი დახედავს ხოლმე გაგიკვირდება და საათს და უფრო კი კალენდარს უთუა რომ გარკვეული დედლაინები საქართველოს ჩაბარებისა მავსაც აქვს მისცემული იმპერიის დედაქალაქიდან გრუზია не должна быть საქართველოს გაცვლითი სავაჭრო მონეტა არ უნდა იყოს დასავლეთთან, არამედ უნდა იყოს მოსკოვისა და ახლობით ამას ეუბნებიან მას მოსკოვიდან რომ ამ უკანასკნელმა ეს ტერიტორია ან რუსეთმა გამოიყენოს შავი ფულისათვის, კორუფციისათვის, ომის შემდგომ უკრაინასთან რომ იგულისხმება პერიოდში რომ დარჩება იმ სანქციების არიდებისათვის და კიდევ იმისათვის რომ სრულყოფილად დაბრუნდეს ეს უმნიშვნელოვანესია რუსეთისათვის, მან უნდა აღადგინოს ვერტიკალი მოსკოვი თეირანი და მას სურს რომ სრულყოფილად დაბრუნდეს კავკასიაში საიდანაც მას ფეხს adzirkvineben кто вам мешает сделать то из Грузии что мы вам заказали неужто какие-то националисты ту национали да на 3 буквы их надо всех послать хода ახლობით აი გააგდეთო მოიცილეთო საბასოზე გაუშვეთეს ნაციონალისტებიო ხო ქართველი პატრიოტებიო და ახლობით ამას ეუბნებიან ივანიშვილს ოღონდ საწყალს უკანასკნელს ივანიშვილს ანუ და უდღეურია რასაკვირველია ვერ გამოსდის ნამდვილი საქართველოს ანუ რუსთაველზე გასული საქართველოს მოშორება eta далеко не Беларусь ხო ეს არ არის ბელარუსი სადაც სამზარეულოში შეიყუჟა პროტესტის მონაწილეო ამასაც ვერ უბედავს ნაჩალნიკებს მიზინა ივანიშვილი ოლიგარქი ივანიშვილი და გაჭედილია დიახ ისიც გაჭედილია ერთი ზია ამაღლობელი ერთი რუსიკო კობახიძე ჩვენ გვაქვს ფოტო მისი ერთი ზვიად რატიანი ზვიადისაც გვაქვს ერთი რეილად სომაია ერთი აზად შილაჩავა ერთი ზვიად კვარაცხელია ერთი მწერალი ერთი მხატვარი ერთი პოეტი ერთი მსახიობი რამნიშნულობა ერთი დემონსტრანტი ერთი კინკილა ამარცხებს მას არათუ მთელი საზოგადოება და რაკნას ამას ხომ ვერ ეთქვის ფსბ-ს რომ აზად შილაჩავამ დამამარცხაო ამას ხომ ვერ ეთქვის საკუთარ კურატორებს ამასობაში ასე უნდა ვთქვა კარსა მომდგარი აი
კავკასიაში უკვე შემოსულია და ჩვენთანაც გარსაა მომდგარი ამერიკა და მე 5-7 წუთში არასრულად გიამბობთ რა მნიშვნელობის ქვეყანაა საქართველოსთვის ის ისტორიულად კვლავ ვიმეორებ რა აქვს გაკეთებული არასრული იქნება ჩემი 5-7 წუთში არა ალბათ ესე 15 წუთში გიამბობთ ამის თაობაზე უფრო ზუსტად იმ პროექტთა და გადაწყვეტილებათა უმცირეს 3-4 მაგალითს დაგისახელეთ უმცირეს ჩამონათვალს გაგაცნობთ რაც მას ზემძლავს სახელმწიფოს ზემძლავს ჩვენთვის ობიექტურად ზესუსტისათვის გაუკეთებია წლების განმავლობაში 90-იანი წლებიდან დავიწყებ 3-4 პროექტი გამახსენდა მანამდე კი ორი სიტყვა ისევ და ისევ მეგობარი აქტის თაობაზე მეგობარი აქტის შესახებ კერძოდ უნდა ვთქვა რომ მიუხედავად დროითი გაჭიმვისა და მეგობარი აქტის მიღება მართლაც ვაღიაროთ გაიჭიმა მისი მიღება ჩანს გარდაუვალია ოღონდ სამწუხაროდ წელს ეს ალბათ ვერ მოხერხდება მოესწრება ხოლო ბიზნეს კი უნდა რომ არათუ მომავალ წელსაც არ მიიღოს დედაპალატამ და არ მოვაწეროს ტრამპმა საკუთარი ფლომასტერით ხელი ეს აქტი არ მიიღოს არამედ საერთოდ არ მიიღოს ამიტომაც დაიქირავა მან ლობისტები რომლებიც დადიან კარდაკარ და ცდილობენ რომ ან გადაავადონ ან საერთოდ არ მიაღებინონ ზედაპალატას ეს მეგობარი აქტი ანუ თაროზე შემოიდოს და წვერი დაედოს ამ მეგობარ აქტს და სწორედ ესაა მისი მხრიდან ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების მწველი ღია სურვილის მიზეზიც დიახ ესაა ანუ ოლიგარქ სურს რომ აქტის მიღება არათუ გადავადდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არამედ მისი მიღება საერთოდ არ მოხდეს და ამიტომაც დახკივის ხო აბას ხო როგორ დავარქვათ ასე დამელაპარაკეთ დამარცვლით წარმოვთქვი ხო ლამის ისტერიკაშია ჩავარდილი ოლიგარქი და ითხოვს დაახლოებით შემდეგს ის მიიღონ ისეთ ად როგორიც არის ისეთი როგორიც არის ოღონდ თავად ნახევარი თუ კიდევ უფრო ნაკლები ნაბიჯითაც არ დაიხიოს უკან არ წავიდეს კომპრომისზე მისი გიჟობამდე მისული ვნება სურვილია სნონ როგორც თუნდაც ავტორიტარი თანახმაა დაუძახონ ავტორიტარი ოღონდ ხელ ჩამოსართმევი ავტორიტარი იყოს ჩამოართვას მას ხელი ვინმე მან მისკობახიძეს ვინმე რუბიო თვიტრამპმა და ასე შემდეგ როგორიც არის ისეთი უნდა მიიღონ მისი წარმოდგენითაც და რეალურადაც ბევრი ხოლი ამერიკას გარშემო ამგვარი და ახლაც ხავს ალბათ ხავს სწორედ ამას უკავშირდება ღია თუ არაღია წერილები ტრამპის სახელზე მისი პაჟების მიერ გაგზავნილები აი კობახიძისა აი ყაველაშვილისა და ასე შემდეგ მოწოდებები ვედრებანი ასე ვიტყვი ვედრებანი ნახეთ როგორ ვიტყვი მონანიების გარეშე ნატრის ხეებზე შებმა ნაჭრუკებისა და ჩურჩული ამერიკა გვესაუბრე შენ მძლავრო სახელმწიფო ბრძანი გვაღიარე როგორც ლეგიტიმურები ისე მიგვიღე ისეთები ვიყოთ ოღონდაც კი რამე ურთიერთობა დავიწყოთ ეს არის თბილისის მწველი სურვილი ვაშინგტონს ამას ეხვეწება ევედრება მაგრამ ეს რეალურად რომ არ მოხდება ამაზე ვიტყვი ახლავე არადა ჯერ ერთი აღდგა საქართველოს ნამდვილი და აი რუსუდან კობახიძე ერთ-ერთი სიმბოლოა ნამდვილი საქართველოსში და კიდევ მოდის რევოლუცია ხალხისა ასევე ნამდვილი და ხედავს ამას იცით თქვენ და ყველამ ვიცით ხედავს ამას დასავლეთი და მეორე თავარი აბას თუმანში გამაგრებულს ვერას დიდებით ვერ გაუგია ერთი და მთავარი მას აი სწორედ მას არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკებიან მრავალ მიზეზთა გამო და მრავალ მიზეზთა შორის გამოსარჩევი და კონცეპტუალური არის შემდეგი მან უკვე ხაზგასმით ვამბობ უკვე ნუ თუ არ გესმით როგორ ვამბობ უკვე მეთქი გადახარა სასწორი სპინა ამერიკის კონცეპტუალური მოწინააღმდეგეებისაკენ რუსეთისა და ჩინეთისაკენ და შესაბამისად აღარც აქვს რესურსი რომ სპინა ასე უნდა გავაკეთოთ გადმოხაროს გადმოაბალანსოს მესაც გეტყვით თუ ყოფილი საბჭოებიდან რომელიმე არადემოკრატიულ ქვეყანას მაგალითად ყაზახეთს აქვს დაბალანსების შესაძლებლობაც და უფლებაც აქვს რა უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები ყაზახეთს ასე მაგალითად საქართველოს იმ ქვეყანათა
რიგშია, იმ სახელმწიფოთა რიგშია, რომელიც სანახევრო ნახევარ ჩინურ რუსული და ნახევრად ჩინურ რუსული და ნახევრად დასავლური ვერასდიდებით ვერ იქნება მით უფრო ამ მოცემულ არსებულ საერთაშორისო კონტექსტში არა და ბიზნეს სწორედ ამას ითხოვს თუნდაც იმის აღიარებას რომ ავტორიტარია აღიარებას და დასტურებას ოღონდ ნების დართვას რომ ის ამ ქვეყანაში ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში დასავლეთისათვის ვინც ის იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი კი უკრაინის შემდეგ დარჩეს მუდამოდ დარჩეს როგორც ავტორიტარი ოღონდ დიდხანს ვინც ის მე იქნება შვილისთვისაც კი მოუნდეს ძალაუფლების გადაცემა ამის სანაცვლოდ თუ პარალელურად ბიზინა ყაბულ არის რომ დასავლეთი ნახეთ როგორ ვამბობ დასავლეთი შემოვიდეს ოღონდ და ამასაც მიაქციეთ ყურადღება რას ვიტყვი შემოვიდეს იოტისოდენად ანუ ჩინეთი და რუსეთი აქ წარმოდგენილი იყოს უხეშად 80-90%-ითაც კი ხოლო დასავლეთი 10-ოდეთი და ისიც გაგაგდებთ რა გაძევების პერსპექტივით თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით ახლა გამაправეთ ახლა შემოდით 10-15-20%-ით თუნდაც მაგრამ მე გაგაგდებთ როცა მომეპრიანება შორსა ამერიკა ხოლო რუსეთი ყურის ძირშია და ჩვენ მისი გავლენის სფერო ვიყავით სულ დაახლოებით ამას ფიქრობს ივანიშვილი ამიტომ რა პრობლემაა თუ დასავლეთი იქნება 10-15%-ით და არა უმეტეს სამაგიეროდ იყოს მშვიდობა აღება და მიცემობა ყოველ ერთ ჯონ სმითს მოხვდებოდეს 9 პიოტრ პეტროვი მით უფრო რომ ამ ივანოვ პეტროებს უყვართ ჩაკაფული უყვართ ელარჯი უყვართ ღვინო გრუზინსკაიევინო უყვართ ხოლო ამერიკელები კი ვერ გადაეჩვივნენ აი ქართველებს რომ არ უყვართ ამ ფასტ ფუდს თუ ჯანკ ფუდს და ამიტომაც არიან ამერიკელები ანუ ოყიან გაღმაულ კულტუროები ასე ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი და სწორედ ესაა მისი არსებითი არა იმდენად მენტალური რამდენადაც სოფლმხედველობითი კონცეპტუალური პრობლემა შეცდომა მას ვერ გაუგია რომ არა თუ ეს პროცენტული თანაფარდობა 90-10-ზე რუსეთის სასარგებლოდ არამედ პირიქითაც რომ მოატრიალო პირიქით თანაფარდობაც ვერ იქნება ვერც ამ რეგიონში ზოგადად და ვერც კონკრეტულად საქართველოში მას ვერ გაუგია რომ უახლოვდება რა სურს რა რუსეთთან დაახლოება ჩახუტება ხო ის ფიოდორ დოსტოევსკის ფიოდორ მიხაილოვიჩის რუსეთს კი არა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ქვეყანას ეხუტება აქვე გულახდილად გეტყვით რომ პერსონალურად მე არც დოსტოევსკის ქვეყანასთან ჩახუტების მომხრე ვარ, იმიტომ რომ უკლებლივ ყველა მათ შორის დიდი მწერალი, უდაოდ რასაკვირველია, დოსტოევსკი ის კაი ძერჟავისტი იყო და ნაციონალისტი იყო და საქართველოსთვის ტიპი რასაკვირველი არ იქნებოდა საერთოდაც მე არ ვარ მომხრე ნამეტანი მეტი კულტურული მათ შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა რუსეთთან, პეტერბურგის რუსეთთან ასე ვიტყვი და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, თუმცა ესეც სწორი მოსაზრებაა ჩემი აზრით. მოკლედ ივანიშვილს ვერ გაუგია მთავარი საქართველოს კულტურულ ავტონომიასაც კი კულტურულ ავტონომიასაც კი არ დაუტოვებს არავინ რუსეთის პირობებში, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პირობებში, ანუ პუტინი არ გაიმეორებს შეცდომებს დაშვებულებს ოდესღაც და მისი წინამორბედების მიერ, სხვათა შორის ახლა სტალინი როგორ უნდა შევაქოთ, მაგრამ სტალინი საქართველოსკენ იოტისოდენად იყო, იმიტომ რომ ის ქართველი იყო, მას ქართული ფესვები ჰქონდა, პუტინს ქართული ფესვები რასაკვირველია არა აქვს, ის კულტურულ ავტონომიასაც კვლავ ვიმეორებ არ დაუტოვებს საქართველოს, როგორც კი მას საბოლოოდ მოიიღლიაებს. ასევე ივანიშვილი მის ენაზე ვიტყვი, не понимает, ხო აი მისი ენა საწყალი ვერ ხვდება, ვერ ჩახვდა, რომ საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა, ხოლო შავი ზღვა არის ნატოს ზღვა, უკვე არის და მე უფრო და უფრო იქნება შავ ზღვაზე 2015-დან არის ბარემ ვიტყვი დეკლარირებულად ყოველ შემთხვევაში შავ ზღვაზე დემოკრატიული დასავლეთის გადაწყვეტილებით რუსეთი უნდა დასუსტდეს ამ პროცესში ვართ ახლა, ხოლო
თურქეთი და უკრაინა უნდა გაძლიერდნენ ყირიბიდან ემანდრომ გააგდონ შემთხვევით კი არა ნამდვილად რუსეთი სულ რაღაც 7-10%-იღა დარჩება შავი ზღვის ხმელეთისა რუსეთის ნოვოროსიისკის მიმართულებით რომელიც ყოველდღიურად ლამის იბომბება და მინისის მომავალშიც კი დაიბომბება და თუ არ დაიბომბება რასაკვირველია ნოვოროსიისკისა და ტამანის პორტებს რასაკვირველია სანქციები კიდევ კარგახანი არ მოიხსნება მას ვერ გაუგვია ანუ ივანიშვილს რომ ახლა ეპოქა ამგვარი სხვაგვარი რუსეთის იმპერიულობა უნდა დასრო აღმოიფხრას მისი უძლეველობის თაობაზე მითის უნდა გაქრეს ავსტრალიელმა თუ ახალზელანდიელმა აღარაფერს ლაპარაკობ ევროპელზე თუ ამერიკელზე თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში მაცხოვრებელზე ყველამ უნდა გაიგოს რომ ის რუსეთი არ არის უძლეველი ქვეყანა უნდა გაქრეს ყველგან მას ივანიშვილს ვერ გაუგია რომ საკვანძო როლი უნდა ითამაშოს აი ამ პროცესში საქართველოს და ეს ამას ვერ ჩახვდა ის ჯორვილაში თუ აბასთუმანში გამაგრებული მას ვერ გაუგია რომ რაშიზმის დამარცხებაში უნდა ვითამაშოთ ჩვენ საკვანძო როლი და მისი ტანტრუმები ბოდიში და სულ ფეხებზე დასაკიდებელია ხო ფეხებზე კიდია კიდეც დასავლეთს რომელმაც თავისი არაერთი შეცდომაც უნდა გამოასწოროს შეცდომა დაშვებული 90-იანებში როცა არ ჩაკლა SSR-ი და KGB-ს რევანშის შესაძლებლობები და უტოვა შეცდომა სახელად მერკელიადა ან შეცდომა სახელად მერკელიადა და ობამაიადა და ასე შემდეგ მე გეტყვის რომ კიდევ ასობით მსგავსი წინააღმდეგობის წარმოთქმა ასაკვირველია შემიძლია მაგრამ გლის თავზე სახარების კითხვა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თუ ადრესატი არის ივანიშვილი თუ კობახიძე თუ პაპუაშვილი თუ მდინარაძე და სხვები დიახ ამ მონოლოგს ედიტორიალს არ მოასმენინებენ თავარს ბიზნესს ხო პირველი წუთებია ახლა მძინარე ივანიშვილს არ მოასმენინებენ არც ხვალ რადგან ამბობენ ყველაფერს ლეწავსო ეს კაცი მაშინ როცა ხედავს რომ მის წვლილსა და წილს არ აფასებენ მოქალაქეები აღარ აფასებენ ან არ აფასებდნენ ან არ აფასებენ მოცემულ ეტაპზე ვაფასებთ მერკი შეიძლება აღმომხდენო და კიდეც ახლა და გამიხსენებირო რომ უკვე შორეულ 2012 წელს მან და არავინმე იმდროინდელმა პაჟმა ივანიშვილისა სწორედ მან დაამარცხა სააკაშვილი მაგრამ ეს სიტყვა ვაფასებთ ვეღარ ამოითქმის რეალურად და ვერ ამოითქმის იმიტომ რომ წლებმა ამ განვლილმა 12-13 წელიწადმა დაადასტურა თუნდაც დასამარცხებელი სააკაშვილის დამარცხება სწორედ ივანიშვილის მიერ მიუხედავად 1700 შეცდომისა თუ დანაშაულისა რომელსაც მიშას დროინდელი ჩინოვნიკების ჩადიოდნენ თუ სისტემას ჩადიოდა უშვებდა ეს ანუ ის ამბავი 2012 წლისა იყო რუსული სპეცოპერაცია დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ და რევანშია ეს ძალიან მნიშვნელოვანია 2003 წლის 23 ნოემბერზე ანუ რევოლუციაზე ახალ საქართველოს ფორმაქმნადობაზე და კიდევ რევანში 1991 წლის 9 აპრილზე და ამ პროცესში ვართ ივანიშვილის გადმოსახეიდან ეხლა თუ ივანიშვილმა მიაღწია საკუთარ ბიზნესს ეს იქნება შემდგარი რევანში და ამდენად სიტყვა გვათოხლა ივანიშვილმა და გვათოხლა რუსეთმა ახლა ამით უფრო ხშირადა დღევანდელ დღეს გასამეორებელი მე თუ მკითხავ კარგახანია მაგრამ მაინც ვინაიდან გავიმეორებ რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება ხანდახან ცუდზე უარესი იყო განა არა მაგრამ რასაც ჩადის ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ხო ხელისუფლება წოდებული ბანდა და თან ჩადის ყოველდღე არის ღია ღალატი საქართველოსი რომლის ბოლოც თუ მას დასცალდა რასაკვირველია უთუოდ და უსათუოდ იქნება საქართველოს როგორც თვითმყოფადი სუვერენული იდენტობის მქონე ქვეყნის გაუქმება და თან ეს ყველაფერი უნებურად ან უნებლიეთ კი არ ხდება ხო აი შემთხვევით მომივიდა არ მინდოდა მაგრამ მაინც არაბეთ შეგნებულად და სწორედ ივანიშვილის ხელით თუ მიერ ამიტომ ახლა ერთ მძიმე განცხადებას თუ წინადებას არ მოთქვა განცხადებას გავაკეთებ რომლის ადრესატიც არის ყველა ვინც კოცი იყო და ვინც აღარაა ოცნების მომხრე ვალია დასაბრუნებელი საქართველოსთვის მათი მხრიდან ვინც გაბრაზებულებმა სააკაშვილზე სამართლიანად თუნდაც იმ თავითვე ვერ ნახეთ პირველ პირში ვიტყვი ამოვიცანით პირველ პირში ვამბობ ამას ბუნება საკრობა ბუნება ივანიშვილისა და თუნდაც 5 წუთით გადავედით გადავსკუპტით
ივანიშვილის ნავში გაბრაზებულები სამართლიანად ივანიშვილზე განაარათ, სააკაშვილზე უკაცრავად, თუნდაც სამართლიანად შემომწყრალები წინა ხელისუფლებაზე დიახ ვალია ჩვენი მხრიდან დასაბრუნებელი, იმიტომ რომ ვერ განვჭვრიტეთ მზაკრობა ოლიგარქისა მისი რუსეთის მიმართ მონობის ხარისხი თუ ხარისხები, ოღონდ ამასაც ხაზგასმით ვიტყვით ღენია და დამონათება მათგან, ვინც უსიტყვოდ და უკრიტიკოდ იღებდა წინა ხელისუფლების ყველა ინსტრუქციას, ცოტაზე მეტად ზედმეტი მგონია, გიბოდი შეფცხადია, მე ასაკვირველია, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისგებლობა, ჩვენ ყველანი ვალში ვართ ამ ქვეყანასთან და მარად და უკაცრავად და მხარდამხარობა, ასე ვიტყვი, მარად მხარდამხარობა, ახლა პირველ პირში ვიტყვი ამასაც, ამ ვალს დაგვაბრუნებინებს ყველას ერთად, ჩვენ სამშობლოს წინაშე ვართ ანგარიშვალდებულნი, დავალებულნი და ეს ვალი ყველას მიერ არის გასასტუმრებელი. კიდევ ერთი პასაჟი ამჯერად ჯერ ზოგადად დასავლეთზე კოცებს, ანუ კოცები ხო რუსები არიან, მათ პოლიტიკურ ლიდერშიპს გულისხმობ ქართულ გვარიანი რუსები. ატეხილი აქვთ ამბავი, რომ თუ რით ამგვარი ამბავი, რითი, რატომ ჩამორჩებით დასავლეთს როას ამბობენ, ხო? რატომ გვასწავლის ის ჭკუასო? ეს რა უბედურებაა? მე ხადი ამაზე არაფერს ვიტყვი და არ ვიტყვი რომ დასავლეთს ის უამრავ ქვეყანას აქვს უწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ორგანიზმის ისტორია. ხოლო საქართველოს სამწუხაროდ ეს ამგვარი უწყვეტი ისტორია არ აქვს. მათ შორის პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, რუსთა გამოისობით. მე ვიტყვი შემდეგს. ასე აგდება გერმანიისა, ასე მაგალითად საფრანგეთისა, საფრანგეთის რესპუბლიკებისა, ასე აგდება განსაკუთრებით ბრიტანეთისა, რომელმაც 1215 წელს, არ მოიდგინეთ, 1213 წელს კვდება თამარ მეფე. 1215 წელი, ანუ 2 წლის თავზე, ბრიტანეთი იღებს თავისუფლების დიდ ქარტიას, ანუ მაგნა კარტას და ასე აგდება ბრიტანეთისა, ან ასე აგდება ამერიკისა, რომლის თავისუფლებას, დემოკრატიას აქვს ფილოსოფიური გააზრებანი, საწყისები, უბრალოდ ბოდიში და გაჯობა, ესე აგდება, ხო? არაფერია სამარცხვინო ჩვენი მხრივ იმაში, რომ მათ მეტი იციან სახელმწიფოებრიობაზე და ქვეყანაზე. არაფერია სათაკილო იმაში, რომ ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ ბევრი რამ. თან ეს სწავლებანი დასავლეთიდან არის მხოლოდ, ასე უნდა თქვა, სარეკომენდაციო ხასიათისა, არა იზულებისა, არამედ რეკომენდაციებისა და არა იმპერიის დამოკიდებულებანი კოლონიასთან. ხო, რუსეთს ჰქონდა იმპერიული დამოკიდებულება კოლონიასთან, ანუ საქართველოსთან შესაბამისად, როდესაც ვინმე ბანდიტი პაპუაშვილი და ის ვინმე არა საკვირველია, ხო? ისტორიისთვის ვინმეა. ბრიუსელს ეს პაპუაშვილი თუ ვაშინგტონს ეს პაპუაშვილი ადარებს ოდინდელ მოსკოვს, უნდა ვიცოდეთ, რომ ის შეგნებულად, პაპუაშვილი შეგნებულად ტყუის და მანიპულირებს. დასავლეთი არის ჩვენი მეგობარი, ხოლო რუსეთი იყო, არის და ჩანს იქნება მტერი, მარადიული თუ არა, გახანგრძლივებული მტერი მაინც. პუტინის რუსეთი პირველ ყოვლისა საერთოდაც თავისუფლების მტერია და ვაგლახრომ ბიზი და საქართველო არის სამწუხაროდ, ხო, არის მასთან და არა არის თავისუფლების მცველი, არ არის თავისუფლების მხარეს, არ იცავს თუ ქვეყანას და საკუთარს და თუ ზოგადად თავისუფლებას, როგორც ასეც და არ ეწინააღმდეგება ამ პუტინის რუსეთს. ახლა ორიოდე სიტყვა კონკრეტულად ამერიკაზე, უფრო ზუსტად თემაზე რა აქვს გაკეთებული ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის მთელი ამ 35 წლის განმავლობაში ცხადი 1%-ზე ვისაუბრებ, 1%-ზე მეტზე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ ვერ მოვახერხებ, იმიტომ რომ ჩამონათვალი არის უზარმაზარი. მაგალითად, ისიც თუ არა თქვენ, რომ მიწის პრივატიზების რეფორმის განხორციელება საქართველოში სწორედ ამერიკის მხარდაჭერით განხორციელდა. აი ახლა სოფლად მაცხოვრებლებო, თქვენ ვინც მიყურებთ, სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა სოფელში თუ მიყურებთ, იცით თუ არა, რომ მიწის პრივატიზება განხორციელდა შეერთებული შტატების მხარდაჭერით. დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 1997 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ამერიკის ოფიციალური დელეგაცია ეწვია პირველ ნახევარში, სადაც ხაზი გაესვა მიწის რეფორმის აუცილებლობას. შედეგად იმავე წლის ოქტომბერში USAID-ის
ამ ორგანიზაციამ USAID-მა ხო მიწის ბაზრის განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს ამერიკული კომპანია, ასე ერქვა თუ არ ვცდები კი არ ვცდები, Booz and Holland ახორციელებდა და პროექტის საშუალებით მოხდა არსებული სიტუაციის, მთელ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესწავლა, შეფასება და 98 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არასასოფლო დანიშნულების მიწების პრივატიზებასთან დაკავშირებით კანონი მიიღო პარლამენტმა. შედეგად მიწის რეგისტრაცია გახდა უფასო. აი თქვენ რომ ახლა მიწაზე სახლობთ, უფასოდ მოხდა ეს 90-იანი წლების მიწრულს. შედეგად ამერიკელთა ძალისხმევით 98-დან 2001 წლამდე 2001 წლის ჩათვლით მოხერხდა 2.400.000 მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. 2.400.000 მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება და ეს არის ამერიკელთა გადაწყვეტილებაც არა შეხიდება. მოხერხდა საკმარისია ეს ყველაფერი. შენ მეტყვით რომ არაო, არ არის საკმარისიო რა ასლაპარაკობო ხო რუსეთს მეტია გაკეთებული ჩვენთვისო ზოგკოთ საცდება სხვას გეტყვით ახლა. მაგალითად იმას რომ ენერგეტიკა, აი დენიროა. ახლა ხომ განათება აი დენია მარცხნივ ხო? ენერგეტიკა, ელექტროენერგია, ან ზოგადად ენერგეტიკა. იყო ის პირველი სექტორი, სადაც შეერთებულმა შტატებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა ჩვენ კერძოდ 94 წელს. USAID-ის მხარდაჭერით თბილისში მუშაობა დაიწყო პროექტმა, რომელსაც ამერიკული კომპანია არ მახსოვს სახელი Barnes and Roe თუ არ ვცდები ახორციელებდა, მაგალითად გარდაბნის თბო ელექტროსადგურს არ ჰქონდა საჭირო არაერთი ნედლეული თუ არ ვცდები ზეთი და ასე შემდეგ. ასევე არ იყო კონტრაქტისთვის საჭირო აპარატურა და ამერიკელებმა ყველაფერი შემოიტანეს აბსოლუტურად გვაჩუქეს. მეტის უკვე შემდგომ ამერიკელები მოგვეხმარდნენ, ის ხო ძალიან კორუფციული სისტემა იყო გახსოვთ ხო და აღმოგვაფხრევინეს ეს კორუფცია. შედეგად კი განხორციელდა დიდი ინვესტიცია და თბილისი განათდა. მერე უკვე განათდა სხვა ქალაქები, სხვა რეგიონები, სწორედ აქედან დაიწყო ეკონომიკური თუ ლაპარაკობთ ეკონომიკურ სტაბილურობაზე ხო? ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდი საქართველოში ეხლა კიდევ ერთხელ ვიკითხავ, საკმარისია თუ არა კიდევ ვიკითხავ ამას და გავაგრძელებ. რა საგვირველია გავაგრძელებ მსჯელობას. 91 თუ არ ვცდები თუ 92-93 წლებში საქართველოში ინსულინ დამოკიდებული დიაბეტით დაავადებულ პირთა რაოდენობა იყო 40,000 და მეტი. 40,000 ადამიანი იტანჯებოდა დიაბეტით. სიტუაციას ამძიმებდა დიაბეტიანი ბავშვების მდგომარეობა. წარმოუდგენელი რაოდენობით იყო მეთქი, ოღონდ სუსტი რიცხვი არ მახსოვს. სახელმწიფო ვერ ახერხებდა ინსულინის შესყიდვას. რაც 10,000-ობით დაავადებულის პრაქტიკულად განწირვას და აღუყვასაც კი შესაძლოდ ნიშნავდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. უმწვავესი პრობლემის გადასაწყვეტად ყოფილმა პრეზიდენტმა შევარდაძემ თხოვნით მიმართა სახელმწიფო ყოფილ მდივანს ჯეიმს ბეიკერს დახმარებამაც არ დააყოვნა 92 წლის იმხანად სახელმწიფო მდივანი იყო ბეიკერი. 92 წლის ივნისში სამედიცინო და ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ინსულინის 200,000-მდე ფლაკონი და 500,000-ზე მეტი ნემსი გადაეცა. ოღონდ ძალიან გვიჭირს წარმოგიდგენიათ, აი რა 500,000 ნემსის ფულიც კი არა გვაქვს, ეს გააკეთეს ამერიკელებმა. ამ პროგრამით 92-94 წლებში საქართველოს შეერთებული შტატებიდან მიიღო ჰუმანიტარული წესით გამოგზავნილი 15 მილიონამდე თუ 16 მილიონამდე დოლარის ღირებულების ინსულინი, ასე ერქვა ჰუმულინი თუ არ ვცდები, რითაც 10,000-ობით, მათ შორის ბავშვების, აი თქვენი ათესავების ასე ვიტყვი, შვილების სიცოცხლე გადაარჩინა, იქნა შენარჩუნებული. ნუ თუ არ არის ეს საკმარისი. ეს საკმარისი რომ გავიგოთ, რომ რასაც ბოდავს ივანიშვილი და მისი ბანდა ზოგადად დასავლეთისა, კონკრეტულად შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ეს არის რუსული ერთი ამბავია, მაგრამ ჩვენი სამომავლო გაწირვაა, ხო? ამგვარი და სხვა მსგავსი შეხვედრებისა აღარ ვლაპარაკობ ჰეპატიტის ილუმინაციაზე, რომელშიც შეერთებული შტატები გვეხმარათ არასწორი სიტყვა 2 მილიარდამდე ინვესტიცია განახორციელა ჩვენთვის. ეს ხომ მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი ამბავი. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველო
როგორც სახელმწიფო ეს უნდა გვახსოვდეს სულ არის არსებობდა 2008 წლის აგვისტოა 2008 წლის აგვისტოს სექტემბრიდან არის არსებობდა წარმოიდგინეთ დიახ ინტერვენციის მიზანი რუსეთისა იყო საქართველოს გაუქმება და მეექვსე ფლოტი ამერიკული ფლოტი საქართველოს სანაპიროსთან ჩამოვიდა როგორც ჩამოვიდა ეს კიდე ცალკე ისტორია ცალკე ამერიკელებმა გადაკეტეს საჰაერო სივრცე რომ ვიცოდეთ რუსები ვერ ჩაჭანდებოდნენ ჩვენ საჰაერო სივრცეში სამხედრო უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ 12-დან სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებაც იყო უმნიშვნელოვანესი ამ ბუშმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ბუშმა უმცროსმა ეს იყო ჩვენი გადარჩენა და ახლა ვიკითხავ შეიძლება თუ არა განმეორდეს ეს ყველაფერი ბიზინა ივანიშვილის პირობებშიც კი არა თუ ბიზინა ივანიშვილის გარეშე შეიძლება თუ არა რუსეთი რომელიც ესეთი საშინელი იმპერიაა და თეატრულუკიანს თუ არა ვყვებით უნდა ვთქვათ რომ ის საშინელი იმპერიაა დაგვესხას თავს ჩვენი სუვერენიტეტის იოტისოდენად გამომჟღავნების შენარჩუნების სურვილის შემთხვევაში რა საკვირველია შეიძლება და მოგიძლებათ იმისა რაც იტყვის ხსენებული ცულუკიანი ამაზე ან რა პოლიტიკას გაატარებს ჩამოაყალიბებს ივანიშვილი ბანდიტი და თუ იმ მომენტისთვის ამერიკა გვეყოლება დაკარგული აღარ იქნება ჩვენს გვერდით მე ვიტყვი რომ ჩვენ გავუქმდებით ვინ დაგვიცავს ზარქუა დაგვიცავს დინარაძე დაგვიცავს ყობახიძე არ შემოუძღვება ვითარცა სერგო ორჯონიკიძე ოკუპანტებს ხიადაც უკვე ბევრი სხვა რამის თქმაც მინდოდა ეს იყო მთავარი პასაჟები და ვიდრე ბოლო სიტყვას ვაქ სათქმელი ხო ვიდრე ბოლო სიტყვას ვიტყოდე მანამდე ერთი ვიდეო რგოლი რომელიც არ ეხება იმას რაზეც ვილაპარაკეთ ანუ არ ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს მაგრამ გვეხება ჩვენ ეხება არჩევნებს ეხება პოლიტიკოსებს რომლებსაც ხელისუფლებად წოდებული ბანდას დევნის და ეხება ბევრ სხვა საკითხსაც ეხება სხვა საინტერესო თემას რაზეც მოკლე ვიდეო რგოლის შემდეგაც ვიმსჯელებთ ცოტა ხანი რუსთავის ციხე კოლონიაში გადაყვანილი მესამე პრეზიდენტი საქართველოდან წასული თუმცა ბრალ წაყენებული ყოფილი პრემიერი ბრალ დამძიმებული უკვე პატიმარი პოლიტიკოსები რომელთა ლამის სამუდამოდ ამოკეთვაც უნდა ივანიშვილ რუსს საციხოდ გამზადებული სხვა პოლიტიკოსები პოლიტიკა საქართველოში უკვე აღარ არსებობს და ბიზინა ივანიშვილმა არჩევნები რომს ჩანიშნოს ამ რეპრესიულ გარემოში არჩევნებს აზრი არც აქვს მას რა დაამარცხებს არსებულ რეჟიმს დღეს არსებობს მხოლოდ ქუჩა და მხოლოდ ქუჩის ლეგიტიმური პროტესტი ინდივიდთა თავგანწირვა და თავგანწირულობა თავდადება და ბრძოლა ერთიანი ქართული საზოგადოებისა რომლის ჩახშობაც სასიცოცხლოდ უნდა სჭირდება ბიზინა ივანიშვილს და აქციები ჯერჯერობით არის ჩვენი თავარი იარაღი ივანიშვილი ქუჩიდან დამარცხდება და აუცილებლად დამარცხდება. საინტერესო ვიდეო ბლოგი იყო დიახ ივანიშვილმა მოკლა პოლიტიკა ახარიას არავინ არ მისტირის ხო არც სააკაშვილის გადაყვანას საპატიმროში და არც რომელიმე პოლიტიკოს რომელსაც დაიჭერენ და არც იმ პოლიტიკოსებს რომლებსაც საპატიო ვადას გაუზრდიან უბრალოდ პოლიტიკა როგორც ასეთი ბიზინა ივანიშვილმა მოკლა თუმცა იმას კი ამბობს რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფები უნდა შეიქმნას ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რომელიც შეიქმნება გია ვოლსკის კაბინეტში იქნება გია ვოლსკი უკაცრავად რუსულისთვის და აბრაზნი ასეთები გვყავდა ჩვენ ახლაც გვყავს ნაწილობრივ მაინც ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რომელიც დაიბადება ქუჩაში საპროტესტო აქციებზე ის იქნება ნამდვილი პოლიტიკური ოპოზიცია ამ არსებული ხელისუფლება ბანდისა ოღონდ მათაც ახალგაზრდებსაც მათ შორის ვოლსკი თუ წულუკიანი სუბარი თუ ზარქუა მდინარაძე თუ ყობახიძე პაპუაშვილი თუ ნინო წილოსანი რასაკვირველია სააკაშვილის მომხრეობას და აბრალებს და მნიცის დაიჭერს კიდეც ლიდერებს იმ ლიდერებს რომლებიც ქუჩაში დაიბადებიან ქუჩაში აღმოცენდებიან ამ ვითარებაში არანაირი აზრი არ აქვს ეკვლავ ვიტყვი არჩევნებს საუბარს არჩევნებზე მის პირობებში ან ივანიშვილის პირობებში და მე კარგად არ მესმის მათი მაგალითად გახარიას იმეორედ ვახსენებ რომელიც კოოპერატივობს რუს ოლიგარქთან მე მესმის კი არა სამს ერთი ხაზი პროტესტის ხაზი წინააღმდეგობის ხაზი ბრძოლის ხაზი მე ვხედავ რომ ინდივიდების და საზოგადოების მხრიდან მათთან შეურიგებლობაა გამარჯვების
საფუძველთა საფუძველი გამარჯვების საწინდართა საწინდარი და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ისტორიული პროტესტის ისტორიულია ეს პროტესტი 365 დღე ანუ წლისთავი ქუჩაში უწყვეტად დგომისა 28 ნოემბერს სწორედ 1 წელი გავა ამ ისტორიული არნახული პროტესტისა და მე გთხოვთ დაიძარით ქუთაისიდან მოგიწოდებთ ასე ზესტაფონიდან ზოგადად იმერეთიდან გურიიდან სამეგრელოდან სვანეთიდან რაჭალეჩხუმიდან სამცხე-ჯავახეთიდან კახეთიდან ქვემო ქართლიდან შიგა ქართლიდან მოკლედ საქართველოს ყველა რეგიონიდან ყველა ქალაქიდან შეძლების დაგვარად ადრე დაიძარით მეთქი შევიკრიბოთ დედაქალაქში 28-ში საღამოს 7 საათზე იმიტომ კი არა რომ მეორე დღეს თუ იმავე დღეს ვამთავრებთ ამ ბანდა ხელისუფლებას არა არ უნდა გქონდეს ამის მოლოდინი მაგრამ ამათ უნდა დავანახოთ რომ ჩვენ ვოცნებობთ ნამდვილ საქართველოზე და არა გრუზიაზე და არა ივანიშვილის უკანა ეზოზე რუსეთის ბოსტანზე ხარიბაშვილი რო ფულს იპარავს და არ ვიცი კიდე ჯუანშერ ბურჯულაძე რო კიდე ვიპარავს იმ საქართველოზე და ვინც ის კობახიძეც იპარავს უკვე ხვალზე გამოჩნდება ეს ყველაფერი და ასე შემდეგ არ ვოცნებობდით ჩვენ ამათ საქართველოს ამათ მიერ მოწყობილ საქართველოზე რომელსაც საქართველოსი არც არაფერი აღარ სცხია ან ნაკლებად სცხია საქართველოს უნდა იყოს საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ზოგადად დასავლეთის საიმედრო ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი შესაძლებლობა უნდა იყოს საქართველოს პარტნიორი მეგობარი კონკრეტულად შეერთებული შტატებისა აგრეთვე რასაკვირველია უკრაინისა და არ შეიძლება საქართველოს იყოს ბიზნესდანი არ შეიძლება იყოს ბიზნესდანი რისი თქმაც დღეს ვერ მოვასწარი იმას აუცილებლად ვიტყვი ხვალ კი არა უკვე დღის 3 საათზე კონტექსტი კიდევ იქნება ეთერში იმ გადაცემის აი დღეს 3 საათზე რომ იქნება იმ გადაცემის ანონსი კი არის აი ეს ამასობაში კვლავ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჯიუტად რას აკეთებს რას უშვება ივანიშვილი საქართველოს ოპოზიციის დაუქმება პოლიტიკური ტყვეები პოლიტიკის სრული მკვლელობა ქართული ოცნების თითქმის სამუდამოდ დატოვება ეს ყველაფერი არაფერია ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან 78 მუხლის გაუქმებასთან რუსის ჯარის დაკანონებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ირიბ ან პირდაპირ აღიარებასთან შედარებით რასაც ივანიშვილი აპირებს კიდეც მაგრამ ყველაზე უარესი რასაც ის აკეთებს და გააკეთებს არის საქართველოს სრული დესაქართლოიზაცია ანუ იდენტობის ამოშანტვა ამოძირკვა მოშტობა მას სურს საქართველოს იქცეს რუსეთის იმგვარ უკანაეზოდ რომლის მოსახლეობასაც ნებასურვილიც კი და უნარიც კი აღარ ექნება სამომავლო ბრძოლებისა ვინ ის სიგრძეგანებს ამას და ვინ არა მეათე ხარისხოვანია ვინც ის სიგრძეგანებს სულ რომ უმცირესობაში ვიყოთ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ და სულ უნდა გვახსოვდეს რომ უკვე დამდგარია ისტორიული მომენტუმი როდესაც ჩვენ მართლა შეგვიძლია რუსეთისაგან თავდაღწევა თავგანწირვით და კი არ დავმარცხდებით მაგრამ ასე რომ მოხდეს თქმელი სიტყვების აკურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოს აღარც გრეყოლება ბიძინა ილიასაც ებრძვის აკაკისაც ებრძვის ვაჟასაც გალაქტიონსაც მერაბ კოსტავასაც და გიორგი ანწუხელიძესაც ფიქრები ქვეყანაზე, ფიქრები კავშირებზე, წარსულსა და მომავალს შორის, ფიქრები მსოფლიო მოვლენებზე, ისტორიულ შანსზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. კითხვები ამ ყველაფერზე, კითხვები, რომელთა ადრესატიც უპირველესად ხელისუფლებაა. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, ფიქრები, ხმამაღალი ფიქრები, შესაქმნელ, გამოსაძელს, საქმნელ, მომავალზე ფიქრები, ქვეყანაზე, თავისუფლებაზე.